1985 წლის ივლისის პირველ დღეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე კრემლის წითელ ხალიჩაზე ადიოდა, როგორც ახლად დანიშნული საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი უახლოესი მეგობარი სოლიკო ხაბეიშვილი ციუ ნესტიან საკანში იჯდა და 15 წლიან სასჯელს ელოდა. ორი კაცი, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ერთად ადიოდნენ საბჭოთა ნომენკლატურის კიბეებზე, ერთად ლხინობდნენ, ერთად იყოფდნენ ხელისუფლების ტკბილნაყოფს, ერთ დღეში აღმოჩნდნენ სამყაროს სხვადასხვა პოლუსზე. ერთი, მსოფლიო დიპლომატიის ოლიმპზე, მეორე, საბჭოთა იუსტიციის უბსკრულში. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი არ არის თავად ეს კონტრასტი. შოკისმომგვრელია ის, რომ ხაბეიშვილმა მთელი გამოძიების და სასამართლო პროცესის განმავლობაში შევარდნაძის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც არ წარმოთქვა. არც ერთი. მაშინ, როდესაც გამომძიებლები პირდაპირ სთავაზობდნენ მას შეღავათებს, თავისუფლებას, ახალ ცხოვრებას, მხოლოდ ერთი პირობით, ჩააბარე პატრონი. მან არ ჩააბარა. მან აირჩია 15 წელი ციხეში, ვიდრე ერთი წუთი ღალატში. რატომ? რა იცოდა ხაბეიშვილმა, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ დაჭირდა შევარდნაძეს საკუთარი ერთგული მეგობრის მსხვერპლად შეწირვა იმისთვის, რომ მოსკოვში ავსულიყო? 1985 წლის მარტში, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივნად აირჩიეს, კრემლის დერეფნებში ახალი სიტყვა გაისმა, პერესტროიკა. ეს სიტყვა ჟღერდა როგორც დაპირება, როგორც იმედი, როგორც ახალი დასაწყისი. მაგრამ ძველი ნომენკლატურისთვის, იმათთვის, ვინც 10 წლეულების განმავლობაში აშენებდა საკუთარ იმპერიებს რესპუბლიკების მასშტაბით, ეს სიტყვა ჟღერდა როგორც სასიკვდილო განაჩენი. გორბაჩოვი მოითხოვდა არა მხოლოდ რეფორმებს, არამედ სისუფთავეს. მას სჭირდებოდა ახალი სახეები, ახალი ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ძველი სისტემის ლაქები. და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, კარგად იცოდა, რომ მისი ხელები სუფთა არ იყო. არავის ხელები არ იყო სუფთა იმ სისტემაში, სადაც კორუფცია არ იყო დანაშაული, ის იყო ენა, რომელზეც ხელისუფლება საუბრობდა. მაგრამ გორბაჩოვს სჭირდებოდა მსხვერპლი. სჭირდებოდა ვინმე, ვისაც შეეძლო თითის მიშვერა და ეთქვა, აი ეს არის ძველი სისტემის სიმბოლო და ჩვენ მას ვსჯით. შევარდნაძემ იცოდა, რომ თუ მოსკოვში ასვლა სურდა, თუ გორბაჩოვის გუნდში მოხვედრა სურდა, თუ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი სურდა, მას უნდა შეეწირა ვინმე. და არა უბრალოდ ვინმე. უნდა შეეწირა ვინმე ისეთი, ვისი დაცემაც ნამდვილად ეტყოდა მოსკოვს, მე ვებრძვი კორუფციას, მე არ ვინდობ არავის, თუნდაც ეს იყოს ჩემი უახლოესი მეგობარი. სოლიკო ხაბეიშვილი იყო იდეალური კანდიდატურა ამ მსხვერპლად. ის იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი მრეწველობის დარგში, თანამდებობა, რომელიც ნიშნავდა უზარმაზარ ძალაუფლებას ეკონომიკურ სფეროში. ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ქარხნებს, საწარმოებს, ფულის ნაკადებს. ის იყო ადამიანი, რომელიც იცნობდა ყველა ცეხოვიქს იმიატაკქვეშა მეწარმეებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ოფიციალურ ეკონომიკას ფარავდნენ და რეალურად ქვეყანას აწარმოებდნენ. ხაბეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, სად მიდის ფული, ვინ იღებს ფულს, როგორ მუშაობს სისტემა. მაგრამ ყველაზე მთავარი, ის იყო შევარდნაძის უახლოესი მეგობარი. ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა უპირობოდ. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, ყველა გარიგება, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შევარდნაძემ გადადგა ხელისუფლებამდე მისასვლელად. და სწორედ ეს ცოდნა გახდა მისი განაჩენი. რადგან თუ ხაბეიშვილი ჩააბარებდნენ, თუ მას აიძულებდნენ ლაპარაკს, თუ მას აიძულებდნენ ჩვენების მიცემას, შევარდნაძის კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ საქართველოშიც. ამიტომ შევარდნაძემ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მან გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო ხაბეიშვილის გაწირვა, ვიდრე საკუთარი თავის დაკარგვა. 1985 წლის გაზაფხულზე, როდესაც მოსკოვიდან საქართველოში საბჭოთა კავშირის პროკურატურისა და კეჯიბის საგანგებო ჯგუფი ჩამოვიდა, თბილისის პარტიულ ელიტაში პანიკა დაიწყო. ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შემოწმება. ეს იყო ნადირობა. და მსხვერპლი უკვე შერჩეული იყო. გამომძიებლები მოვიდნენ დოკუმენტებით, ფაქტებით, მოწმეებით. მათ ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ ხაბეიშვილის დასამხობად. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ეს ყველაფერი არ იყო რაღაც ახალი აღმოჩენა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც კეჯიბის არქივებში წლების განმავლობაში იწვა და ელოდა სწორ მომენტს. საბჭოთა კავშირში ყველა მაღალ ჩინოსანზე არსებობდა დოსიე. ყველაზე არსებობდა კომპრომატი. ეს იყო სისტემის ნაწილი, შენ შეგიძლია იყო ხელისუფლებაში, შეგიძლია იყო წარმატებული, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენზე არსებობს საქაღალდე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიხსნას.
და ხაბეიშვილის საქაღალდე გაიხსნა მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად საჭირო გახდა. მას ბრალად დაედო ქრთამის აღება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ცეხოვიკებისგან ფულის გამოძალვა და მფარველობა. ოფიციალურად ეს ჟღერდა როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რეალურად ეს იყო პოლიტიკური ექსეკუცია. და ყველა მიცოდა ეს. მაგრამ არავინ ბედავდა ხმამაღლა თქმას. და პატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორც გადმოცემა ამბობს, შევარდნაძე და ხაბეიშვილი ბოლოჯერ შეხვდნენ. ეს შეხვედრა არ იყო ოფიციალური, არ იყო ოქროში ასახული, არ იყო არავის მიერ დაფიქსირებული. მაგრამ ის, ვინც იმ დროს შევარდნაძის რეზიდენციის მახლობლად იყო, იხსენებს, რომ გვიან საღამოს ხაბეიშვილი შევიდა და რამდენიმე საათის შემდეგ გამოვიდა. როგორ გამოვიდა, ამას მოწმეები სხვადასხვაგვარად აღწერენ. ზოგი ამბობს, რომ მისი სახე ქვისებრ გაქვავებული იყო. ზოგი ამბობს, რომ ისტიროდა. ზოგი ამბობს, რომ ის უბრალოდ დუმდა და სიჩუმე იყო უფრო საშინელი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. რა ითქვა იმ ოთახში, ეს დღემდე საიდუმლოა. მაგრამ ლოგიკა გვეუბნება, რომ შევარდნაძემ ან უთხრა ხაბეიშვილს სიმართლე, სოლიკო, მე ვერ გიშველი, მოსკოვი გადაწყვეტილია, ან სცადა მისი დამშვიდება ცრუ იმედით, ყველაფერს მოვაგვარებ, ინერვიულებ. მაგრამ შედეგი ერთი იყო. ხაბეიშვილმა იცოდა, რომ მას იჭერდნენ, იცოდა, რომ შევარდნაძე მას არ გადაარჩენდა და მაინც არჩია დუმილი. არჩია ერთგულება. არჩია ის, რასაც საბჭოთა ნომენკლატურაში პატრონისადმი ერთგულება ეწოდებოდა. და ეს არჩევანი მას 15 წელი დაუჯდა. სასამართლო პროცესი იყო შოუ. ეს არ იყო იუსტიცია, ეს იყო თეატრი, სადაც როლები წინასწარ განაწილებული იყო. პროკურორი მოითხოვდა მაქსიმალურ სასჯელს. დამცველი ფორმალურად ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ მისი სიტყვები არარაობას იყო განწირული. მოწმეები გამოდიოდნენ და ამბობდნენ იმას, რასაც მათ უთხრეს რომ ეთქვათ. ხაბეიშვილი იჯდა ბრალდებულთა სკამზე და უსმენდა, როგორ აშენებდნენ მის წინააღმდეგ საქმეს. მას ბრალად ედებოდა, რომ იღებდა ფულს ცეხოვიკებისგან, იმ იატაკქვეშა მეწარმეებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ოფიციალურ ეკონომიკას ფარავდნენ. მას ბრალად ედებოდა, რომ ამ ფულს პირადი გამდიდრებისთვის იყენებდა. მაგრამ არსებობს სხვა ვერსია, რომელიც არასოდეს ითქვა სასამართლო დარბაზში. ეს ვერსია ამბობს, რომ ხაბეიშვილი მართლაც იღებდა ფულს, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის. ის იღებდა ფულს იმისთვის, რომ ეს ფული შევარდნაძის შავ სალაროში შესულიყო. იმ სალაროში, საიდანაც ფინანსდებოდა შევარდნაძის პომპეზური პროექტები საქართველოში, თბილისის რეკონსტრუქცია, ახალი შენობები, ახალი გზები. იმ სალაროდან, საიდანაც ირთამებოდნენ მოსკოველი ჩინოვნიკები, რათა საქართველოსთვის დამატებითი ფონდები და პრივილეგიები გამოეყოთ. თუ ეს ვერსია მართალია და ბევრი რამ მიუთითებს, რომ ის მართალია, მაშინ ხაბეიშვილი არ იყო კორუფციონერი. ის იყო სისტემის ტექნიკური აღმასრულებელი. ის აკეთებდა იმას, რასაც პატრონი უბრძანებდა. და როდესაც სისტემას მსხვერპლი დასჭირდა, სწორედ ის გახდა ეს მსხვერპლი. გამომძიებლები ცდილობდნენ მისგან შევარდნაძის წინააღმდეგ ჩვენების მიღებას. ისინი სთავაზობდნენ მას შეღავათებს, სასჯელის შემცირებას, უკეთეს პირობებს, თუნდაც სრულ გათავისუფლებას. მათ ჰქონდათ ინსტრუქცია მოსკოვიდან, საქართველოს კორუფციული ქსელი უნდა გაშიფრულიყო და ხაბეიშვილი იყო გასაღები ამ ქსელისკენ. მაგრამ ხაბეიშვილი დუმდა. არა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არა იმიტომ, რომ არ იცოდა სიმართლე. არამედ იმიტომ, რომ მან აირჩია ერთგულება. მან აირჩია ის, რასაც საბჭოთა ნომენკლატურაში დაუწერელი კანონი ეწოდებოდა, არასოდეს ჩააბარო პატრონი. არასოდეს გაკიდო ის, ვინც შენ ზემოთ დგას. რადგან თუ შენ ამას გააკეთებ, შენ აღარ იქნები ადამიანი. შენ იქნები ღალატი. და ღალატი საბჭოთა ნომენკლატურაში უარესი იყო, ვიდრე სიკვდილი. ხაბეიშვილმა ეს იცოდა. და მან აირჩია არა სიკვდილი, არამედ რაღაც უარესი, ცოცხალი სიკვდილი. 15 წელი ციხეში, სადაც ყოველი დღე იქნებოდა შეხსენება იმისა, რომ მან გადაარჩინა ადამიანი, რომელმაც ის გაწირა. განაჩენი გამოტანეს 1986 წელს. 15 წელი თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო უპრეცედენტოდ მკაცრი სასჯელი ასეთი მაღალი რანგის პარტიული ჩინოვნიკისთვის. ჩვეულებრივ ასეთ საქმეებში სასჯელი იყო სიმბოლური, რამდენიმე წელი პირობითი ან მაქსიმუმ 3-დან 5 წლამდე რეალური ვადა. მაგრამ ხაბეიშვილს მისცეს 15. რატომ? რადგან მოსკოვს სჭირდებოდა არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ მაგალითი.
სჭირდებოდა ისეთი განაჩენი, რომელიც ეტყოდა მთელ საბჭოთა ნომენკლატურას, აი ასე დასჭიან იმათ, ვინც ძველი სისტემის წესებით თამაშობს. აი ასე დასჭიან იმათ, ვინც ფიქრობს, რომ კორუფცია ჩვეულებრივი საქმეა. და ხაბეიშვილი გახდა ეს მაგალითი. მაგალითი, რომელიც უნდა შეეშინებინა სხვებისთვის. მაგალითი, რომელიც უნდა ეჩვენებინა გორბაჩოვს, რომ შევარდნაძე სერიოზულად ებრძოდა კორუფციას. მაგალითი, რომელიც უნდა გაეხსნა შევარდნაძისთვის გზა მოსკოვისკენ. და ეს გზა გაიხსნა. 1985 წლის ივლისის პირველ დღეს, ზუსტად იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილი უკვე საკანში იჯდა და ელოდა ეტაპირებას შრომით ბანაკში, ედუარდ შევარდნაძე ოფიციალურად დაინიშნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად. წარმოიდგინეთ ეს კონტრასტი. ერთი კაცი, კრემლის დარბაზში, სადაც მას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები, სადაც მას ელოდება შეხვედრები რონალდ რეიგანთან, მარგარეტ ტეტჩერთან, სადაც მას ელოდება როლი ცივი ომის დასრულებაში, როლი, რომელიც მას ისტორიაში შეიყვანს როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიპლომატს მე-20 საუკუნეში. მეორე კაცი, საბჭოთა ციხის საკანში, სადაც ჰაერის უმსნესტით, ჟანგით და სასოწარკვეთილებით, სადაც ყოველი დღე არის იდენტური წინა დღისას, სადაც ერთადერთი რაც გაქვს, ეს არის დრო, უსასრულო, ტანჯველი დრო, რომელიც გადის ისე ნელა, თითქოს თავად დრო გაკინულია. და ეს ორი კაცი, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყვნენ მეგობრები, ახლა არიან ორ პარალელურ სამყაროში. ერთი, ზევით, სინათლეში, დიდებაში. მეორე, ქვევით, ციბნელეში, დავიწყებაში. და ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში არის ის, რომ ხაბეიშვილმა იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. იცოდა, რომ შევარდნაძე მას არ გადაარჩენდა. იცოდა, რომ ის იქნებოდა მსხვერპლი. და მაინც არჩია დუმილი. რატომ? რა აიძულებს ადამიანს, რომ აირჩიოს 15 წელი ციხეში იმის ნაცვლად, რომ ერთი სიტყვა თქვას და თავისუფალი იყოს? პასუხი ამ კითხვაზე მდევს საბჭოთა ნომენკლატურის ფსიქოლოგიაში. ეს იყო სისტემა, სადაც ერთგულება იყო უმაღლესი ღირებულება. სადაც პატრონისადმი ერთგულება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი ცხოვრება. სადაც ღალატი იყო არა მხოლოდ პირადი ცოდვა, არამედ სოციალური სიკვდილი. რადგან თუ შენ ერთხელ ჩააბარებ პატრონს, შენ აღარასოდეს შეძლებ ვინმეს ენდობას. შენ გახდები ჩამბარებელი, ღალატი, იუდა. და ეს სტატუსი შენთან დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. ხაბეიშვილმა ეს იცოდა. მან იცოდა, რომ თუ ის ლაპარაკს დაიწყებდა, თუ ის შევარდნაძეს ჩააბარებდა, ის შეინარჩუნებდა თავისუფლებას, მაგრამ დაკარგავდა იდენტობას. დაკარგავდა იმას, რაც მას ადამიანად აქცევდა იმ სისტემაში. და მან აირჩია იდენტობის შენარჩუნება თავისუფლების ფასად. აირჩია ის, რომ დარჩენილიყო ერთგული, თუნდაც ეს ერთგულება მას 15 წელი დაეჯდა. აირჩია ის, რომ არ გამხდარიყო ის, რასაც ის ყველაზე მეტად ზიზღობდა, ღალატი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია, უფრო ბნელი, უფრო საშინელი. ეს ვერსია ამბობს, რომ ხაბეიშვილი დუმდა არა მხოლოდ ერთგულების გამო, არამედ შიშის გამოც. შიშის, რომ თუ ის ლაპარაკს დაიწყებდა, თუ ის შევარდნაძის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ის არ გადარჩებოდა. რადგან საბჭოთა სისტემაში არსებობდა 1000 გზა, რომ ადამიანი გაქრეს. ციხეში უბედური შემთხვევა, გულის შეტევა, თვითმკვლელობა. ხაბეიშვილმა იცოდა ძალიან ბევრი. იცოდა არა მხოლოდ შევარდნაძის საიდუმლოებები, არამედ მთელი საქართველოს პარტიული ელიტის საიდუმლოებები. იცოდა, სად მიდის ფული, ვინ იღებს ფულს, როგორ მუშაობს კორუფციული ქსელი. და ეს ცოდნა მას ხდიდა არა მხოლოდ ღირებულ მოწმედ, არამედ სახიფათო მოწმედ. სახიფათო იმიტომ, რომ თუ ის ლაპარაკს დაიწყებდა, ჩამოიშლებოდა მთელი სისტემა. და სისტემა ამას არ დაუშვებდა. ამიტომ ხაბეიშვილმა შეიძლება გააკეთა რაციონალური არჩევანი, უკეთესია 15 წელი ციხეში, ვიდრე სიკვდილი პირველ კვირაში. უკეთესია დუმილი და სიცოცხლე, ვიდრე ლაპარაკი და სიკვდილი. და თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ხაბეიშვილი არ იყო გმირი. ის იყო გადარჩენილი. ადამიანი, რომელმაც აირჩია ნაკლებად საშინელი ვარიანტი ორ საშინელ ვარიანტს შორის. ციხეში ხაბეიშვილმა 5 წელი გაატარა. 5 წელი, რომლის განმავლობაშიც მსოფლიო იცვლებოდა. ბერლინის კედელი ჩამოინგრა. საბჭოთა კავშირი იწყებდა დაშლას. შევარდნაძე კი აგრძელებდა თავის ტრიუმფალურ მსვლელობას მსოფლიო დიპლომატიის სცენაზე. ის იყო ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა გორბაჩოვს ცივი ომის დასრულებაში, რომელიც აწერდა ხელს ისტორიულ ხელშეკრულებებს, რომელიც იღებდა საერთაშორისო ჯილდოებს. და ამავე დროს საბჭოთა ციხის საკანში სოლიკო ხაბეიშვილი ითვლიდა დღეებს. ითვლიდა იმ დღეებს, რომლებიც მას კიდევ რჩებოდა 15 წლიანი სასჯელიდან.
ითვლიდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არა. ღირდა თუ არა ეს ერთგულება. ღირდა თუ არა ეს დუმილი. და პასუხი ამ კითხვაზე სავარაუდოდ იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე მარტივი დიახ, ანა არა. რადგან ხაბეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა სისტემაში, სადაც არჩევანი არ იყო მარტივი. სადაც ყოველი გადაწყვეტილება იყო არჩევანი ორ ცუდ ვარიანტს შორის. და ის აირჩია ის ვარიანტი, რომელიც მას ნაკლებად ცუდად მიაჩნდა. აირჩია ერთგულება ღალატის ნაცვლად. აირჩია დუმილი ლაპარაკის ნაცვლად. აირჩია ციხე თავისუფლების ნაცვლად. და ეს არჩევანი, როგორც ისტორია მაჩვენა, მას დაუჯდა არა მხოლოდ 15 წელი, არამედ მთელი დარჩენილი ცხოვრება. 1980 წელს, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა აღზევებული იყო, როდესაც ძველი საბჭოთა სისტემა იშლებოდა, ხაბეიშვილი გათავისუფლდა ციხიდან. ის გამოვიდა როგორც ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ის, რაც ბევრმა ვერ გადაიტანდა. გამოვიდა როგორც ადამიანი, რომელიც არ შეიცვალა, არ შეიმსხვრა, არ გახდა ღალატი. მაგრამ ის გამოვიდა სამყაროში, რომელიც სრულიად შეიცვალა. სამყაროში, სადაც ძველი წესები აღარ მუშაობდა. სამყაროში, სადაც ერთგულება აღარ იყო ღირებულება, არამედ სისულელე. სამყაროში, სადაც ყველა ცდილობდა გადარჩენას და არავინ იხსენებდა ძველ მეგობრებს, ძველ ერთგულებას, ძველ დაპირებებს. და ამ ახალ სამყაროში ხაბეიშვილი იყო ანაქრონიზმი. ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა წარსულს, არა მომავალს. ადამიანი, რომელიც გადაიხადა ფასი იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აღარ არსებობდა. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ის იყო, რომ ხაბეიშვილი, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ დარჩა ერთგული. როდესაც შევარდნაძე 1992 წელს საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლებაში მოვიდა, ხაბეიშვილი კვლავ დაუდგა მას გვერდით. გახდა მისი ფონდის ხელმძღვანელი. კვლავ იყო ერთგული. კვლავ ემსახურებოდა პატრონს. თითქოს ის 5 წელი ციხეში არაფერი ყოფილიყო. თითქოს ის გაწირვა არაფერი ყოფილიყო. თითქოს ის ღალატი, რადგან ეს იყო ღალატი, როგორც არ უნდა ვეცადოთ სხვაგვარად დავარქვათ, არაფერი ყოფილიყო. 1985 წლის გაზაფხულზე, როდესაც სოლიკო ხაბეიშვილი უკვე იჯდა გამოსაძიებელ იზოლატორში და ელოდა სასამართლო პროცესს, მისი ოჯახი ცხოვრობდა სრულიად განსხვავებულ რეალობაში. ოფიციალურად მათ არაფერი უთქვამთ. არც დაპატიმრების მიზეზი, არც ბრალდებები, არც ის, თუ რა ელოდა მათ მამას და ქმარს. მათ უბრალოდ უთხრეს, ის დაკავებულია გამოძიების ინტერესებში. და ეს იყო ყველაფერი. მაგრამ ოჯახის წევრები არ იყვნენ გულუბრყვილოები. ისინი იცოდნენ, როგორ მუშაობდა სისტემა. იცოდნენ, რომ როდესაც ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკს იჭერენ, ეს არასოდეს არის უბრალოდ იურიდიული საკითხი. ეს ყოველთვის არის პოლიტიკა. ყოველთვის არის ვიღაცის ნება, ვიღაცის გადაწყვეტილება, ვიღაცის ინტერესი. და ისინი იცოდნენ, ვინ იყო ეს ვიღაც. ხაბეიშვილის ცოლი, ქალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ნომენკლატურის ცოლი და იცოდა ყველა დაუწერელი წესი, პირველივე დღეს გაიგო სიმართლე. არა ოფიციალური წყაროებიდან, ოფიციალური წყაროები დუმდნენ. არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადრე მათ სახლში სტუმრობდნენ, ადრე მათ მეგობრებად თვლიდნენ, ადრე ხაბეიშვილს ძვირფასო სოლიკოს უწოდებდნენ. ახლა ეს ადამიანები ქუჩაში გვერდს უვლიდნენ. ახლა ეს ადამიანები ტელეფონს აღარ იღებდნენ. ახლა ეს ადამიანები ქრებოდნენ, თითქოს ხაბეიშვილის ოჯახი უეცრად გახდა უხილავი. და ეს უხილაობა იყო პასუხი. ეს უხილაობა ნიშნავდა, თქვენი მამა, თქვენი ქმარი გაწირულია. და თქვენც გაწირულები ხართ მასთან ერთად. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო არა ეს უცხოობა, არა ეს მოულოდნელი მარტოობა. ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, ხაბეიშვილს შეეძლო თავის გადარჩენა. შეეძლო ლაპარაკი. შეეძლო ჩვენების მიცემა. შეეძლო იმ სახელების დასახელება, რომლებიც გამომძიებლებს სურდათ რომ გაეგოთ. და ეს ცოდნა მათ ანადგურებდა. რადგან ისინი ხედავდნენ, როგორ იშლებოდა მათი ცხოვრება, როგორ კარგავდნენ ბინას, როგორ კარგავდნენ პრივილეგიებს, როგორ კარგავდნენ იმ ყველაფერს, რაც ნომენკლატურის ოჯახს ჰქონდა. და ისინი იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა შეჩერებულიყო ერთი სიტყვით. ერთი სახელით. ერთი ჩვენებით. მაგრამ ხაბეიშვილი არ ამბობდა ამ სიტყვას. არ ასახელებდა ამ სახელს. არ აძლევდა ამ ჩვენებას. და მისი ოჯახი ვერ გაიგებდა, ეს იყო სიმამაცე თუ სისულელე. ეს იყო ერთგულება თუ ფანატიზმი.
ეს იყო პრინციპულობა თუ უბრალოდ უნარობა იმისა, რომ გაეგო, რომ ძველი წესები აღარ მუშაობდა. ხაბეიშვილის ქალიშვილი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც სწავლობდა უნივერსიტეტში და რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ერთ დღეს მივიდა ციხესთან. მივიდა იმ იმედით, რომ შეხვდებოდა მამას, რომ ესაუბრებოდა მას, რომ ჰკითხავდა, რატომ არ გვარჩენ? რატომ არ გვიშველი? რატომ არ ამბობ იმას, რაც უნდა თქვა, რათა ჩვენ გადავრჩეთ? მაგრამ მას არ მისცეს შეხვედრის უფლება. დარაჯმა, ქალი ქვიშისფერი თვალებით და გულგრილის სახით უთხრა, შეხვედრები აკრძალულია გამოძიების პერიოდში. და ეს იყო ყველაფერი. ქალიშვილი დადგა ციხის კედლის წინ და ტიროდა. ტიროდა არა იმიტომ, რომ მამა ციხეში იყო. ტიროდა იმიტომ, რომ მამა აირჩევდა რაღაც აბსტრაქტულ ერთგულებას საკუთარი ოჯახის ნაცვლად. აირჩევდა რაღაც დაუწერელ პატრონისადმი ერთგულების კოდექსს საკუთარი შვილების მომავლის ნაცვლად. გამოძიების დროს, როდესაც ხაბეიშვილს ყოველდღიურად იკითხავდნენ, არსებობდა ერთი მომენტი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა. ეს იყო შეხვედრა მთავარ გამომძიებელთან, კაცთან, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა სპეციალურად ამ საქმისთვის. ეს კაცი, პოლკოვნიკი, რომლის სახელიც დღემდე კლასიფიცირებულია, იყო პროფესიონალი. ის არ იყენებდა ძალადობას, ის იყენებდა ფსიქოლოგიას. ის იცოდა, როგორ უნდა ელაპარაკა ადამიანს, როგორ უნდა ეპოვა სუსტი წერტილი, როგორ უნდა გაეღო ის კარი, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად უჭირავდა დახურული. და ერთ დღეს, როდესაც ხაბეიშვილი უკვე რამდენიმე კვირა აიჯდა იზოლატორში, ეს პოლკოვნიკი შევიდა საკანში და უთხრა, სოლიკო, მე არ ვარ შენი მტერი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენი დახმარება. მაგრამ შენ უნდა დამეხმარო მეც. მე მჭირდება სახელები. მჭირდება ფაქტები. მჭირდება ის, რაც შენ იცი. და სანაცვლოდ მე შემიძლია შემოგთავაზო არა მხოლოდ შეღავათიანი სასჯელი, არამედ თავისუფლება. შემიძლია შემოგთავაზო ახალი დაწყება. შემიძლია შემოგთავაზო ის, რაც შენს ოჯახს სჭირდება, უსაფრთხოება, სტაბილურობა, მომავალი. ხაბეიშვილი უსმენდა და დუმდა. პოლკოვნიკი გააგრძელა, მე ვიცი, რომ შენ ერთგული ხარ. მე ვიცი, რომ შენ პატივს სცემ ძველ წესებს. მაგრამ ძველი წესები მოკვდა, სოლიკო. ახალი დრო დადგა. და ახალ დროში ერთგულება არის სისულელე. ახალ დროში გადარჩება ის, ვინც ადაპტირდება, არა ის, ვინც იხსენებს წარსულს. და მაშინ ხაბეიშვილმა პირველად ილაპარაკა. მან უთხრა, თქვენ მართალი ხართ. ძველი წესები მოკვდა. მაგრამ მე ვცხოვრობდი იმ წესებით. და თუ ეს წესები მოკვდა, მაშინ მეც მოვკვდი მათთან ერთად. რადგან მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო სხვაგვარად. ეს პასუხი იყო გასაღები ხაბეიშვილის ფსიქოლოგიის გასაგებად. ის არ იყო უბრალოდ ერთგული. ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ერთგულება იყო იდენტობა. ადამიანი, რომელიც ვერ წარმოიდგენდა საკუთარ თავს იმ სისტემის გარეშე, რომელშიც გაიზარდა. ადამიანი, რომლისთვის პატრონისადმი ერთგულება არ იყო მორალური არჩევანი, ეს იყო არსებობის წესი. და როდესაც ეს სისტემა იშლებოდა, როდესაც ეს წესები ქრებოდა, ხაბეიშვილი ვერ ადაპტირდებოდა. ის ვერ გადავიდოდა ახალ რეალობაში, რადგან ახალი რეალობა ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო შეცდომა. ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ ის ღირებულებები, რომლებითაც ის ცხოვრობდა, ერთგულება, მორჩილება, პატრონის ინტერესების დაცვა საკუთარი ინტერესების წინ, იყო არა სათნოებები, არამედ სისუსტეები. და ხაბეიშვილი ვერ აიძულებდა საკუთარ თავს ამის აღიარებაზე. ამიტომ მან აირჩია დუმილი. აირჩია ციხე. აირჩია ის, რომ დარჩენილიყო ერთგული იმ სისტემისადმი, რომელიც მას ანადგურებდა. რადგან ალტერნატივა, ახალ სისტემაში გადასვლა, ახალი წესების მიღება, ახალი იდენტობის შექმნა იყო მისთვის უარესი, ვიდრე სიკვდილი. პოლკოვნიკი გავიდა საკანიდან და მიხვდა, რომ ხაბეიშვილისგან არაფერს მიიღებდა. მან დაწერა ანგარიში მოსკოვში, ობიექტივ უარს ამბობს თანამშრომლობაზე. რეკომენდაცია, მაქსიმალური სასჯელი როგორც პრევენციული ზომა სხვებისთვის. და ეს რეკომენდაცია შესრულდა. მაგრამ სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, მოხდა ერთი ეპიზოდი, რომელიც დღემდე არის საიდუმლო. ეს ეპიზოდი არ არის დოკუმენტირებული, არ არის ოფიციალურ არქივებში, არ არის არც ერთ ოკში. მაგრამ არსებობს ადამიანები, ძალიან ცოტა, მაგრამ არსებობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ხაბეიშვილს ციხეში ერთხელ ეწვია ვიზიტორი. ვიზიტორი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული. ვიზიტორი, რომელიც შევიდა გვიან საღამოს, როდესაც ცვლა იცვლებოდა და დარაჯები ყურადღებას არ აქცევდნენ.
ვიზიტორი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური უფლება, ის უფლება, რომელიც მხოლოდ ძალიან მაღალ ჩინოსნებს ჰქონდათ. და ეს ვიზიტორი, როგორც ამბობენ, იყო თავად ედუარდ შევარდნაძე. არავინ არ იცის, რა ითქვა იმ საკანში. არავინ არ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. არავინ არ იცის, როგორ გამოვიდა შევარდნაძე, ტიროდა თუ არა, ინანებდა თუ არა, თუ უბრალოდ ასრულებდა ფორმალობას. მაგრამ ის, რაც ცნობილია, ეს არის ის, რომ ხაბეიშვილი იმ ღამის შემდეგ შეიცვალა. არა გარეგნულად ის იყო იგივე ადამიანი. არამედ შინაგანად. დარაჯები, რომლებიც მას ყოველდღიურად ხედავდნენ, ამბობენ, რომ მას რაღაც ჩაქრა. თითქოს რაღაც ბოლომდე მოკვდა მის შიგნით. თითქოს ბოლო იმედიც კი, რომელიც მას ჰქონდა, გაქრა. და ამის შემდეგ ხაბეიშვილი გახდა სრულიად გულგრილი. გულგრილი საკუთარი ბედის მიმართ, გულგრილი სასამართლოს მიმართ, გულგრილი მთელი სამყაროს მიმართ. სასამართლო პროცესი, რომელიც 1986 წლის დასაწყისში გაიმართა, იყო სპექტაკლი. ეს იყო საჯარო ექსეკუცია, რომელიც უნდა ეჩვენებინა მთელ საბჭოთა კავშირს. აი, ასე ისჯება კორუფციონერები. აი, ასე ებრძვის ახალი ხელისუფლება ძველ ბოროტებას. სასამართლო დარბაზი იყო სავსე, ჟურნალისტები, პარტიული მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები. ყველა მოვიდა იმისთვის, რომ ენახა როგორ ეცემა ძველი სისტემის სიმბოლო. ყველა მოვიდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა საკუთარი თავი, ჩვენ ვართ სუფთები, ჩვენ ვართ პრინციპულები, ჩვენ ვებრძვით კორუფციას. მაგრამ ყველა, ვინც იმ დარბაზში იჯდა, იცოდა სიმართლე. იცოდა, რომ ხაბეიშვილი არ იყო უფრო კორუმპირებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა მაღალჩინოსანი. იცოდა, რომ ის, რაც მას ბრალად ედებოდა, ქრთა მისაღება, ცეხოვიკებთან კავშირი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, იყო ნორმა, არა გამონაკლისი. იცოდა, რომ მთელი სისტემა აშენებული იყო ამ კორუფციაზე, რომ ეს არ იყო დანაშაული, არამედ მუშაობის წესი. მაგრამ არავინ ბედავდა ამის თქმას. რადგან ყველა იცოდა, რომ ხაბეიშვილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. და ყველა იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო არა სასამართლო დარბაზში, არამედ კრემლის კაბინეტებში. პროკურორი წარმოადგენდა მტკიცებულებებს, დოკუმენტებს, ჩვენებებს, ფაქტებს. ყველა ეს მტკიცებულება იყო რეალური. ყველა ეს ფაქტი იყო ჭეშმარიტი. მაგრამ კონტექსტი იყო ყალბი. რადგან ეს ფაქტები წარმოდგენილი იყო ისე, თითქოს ხაბეიშვილი იყო ერთადერთი, ვინც ამას აკეთებდა. თითქოს ის იყო გამონაკლისი, არა წესი. თითქოს მთელი დანარჩენი სისტემა იყო სუფთა და მხოლოდ ის იყო ლაქა. დამცველი ცდილობდა ამ კონტექსტის ახსნას. ცდილობდა ეთქვა, რომ ხაბეიშვილი მუშაობდა სისტემაში, რომელიც მოითხოვდა ასეთ ქცევას. რომ ის არ იყო ინიციატორი, არამედ აღმასრულებელი. რომ ის აკეთებდა იმას, რასაც ყველა აკეთებდა, რასაც სისტემა მოითხოვდა. მაგრამ მოსამართლე წყვეტდა მას. დამცველო, ჩვენ ვსჯით კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული დანაშაულისთვის, არა სისტემას. და ეს იყო სიმართლე. ისინი სჯიდნენ კონკრეტულ ადამიანს. სჯიდნენ იმას, ვინც უნდა დასჯილიყო იმისთვის, რომ სხვები გადარჩენილიყვნენ. სჯიდნენ მსხვერპლს, რომელიც უნდა შეეწირათ იმისთვის, რომ სისტემა გაგრძელებულიყო. მოწმეები გამოდიოდნენ ერთი მეორის მიყოლებით. ყოფილი ცეხოვიკები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი მათგან ფულს მოითხოვდა. ყოფილი კოლეგები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი იყენებდა თანამდებობას პირადი გამდიდრებისთვის. ყოფილი მეგობრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი ცხოვრობდა ფუფუნებაში, რომელიც არ შეესაბამებოდა მის ოფიციალურ ხელფასს. ყველა ეს ჩვენება იყო ჭეშმარიტი. მაგრამ არც ერთი მოწმე არ ამბობდა მთავარს, რომ ეს ფული არ მიდიოდა ხაბეიშვილის ჯიბეში. რომ ეს ფული მიდიოდა შავ სალაროში, საიდანაც ფინანსდებოდა შევარდნაძის პროექტები. რომ ხაბეიშვილი იყო არა ბენეფიციარი, არამედ შუამავალი. არა მიმღები, არამედ გადამცემი. მაგრამ ეს სიმართლე არასოდეს ითქვა სასამართლო დარბაზში. რადგან ყველა, ვინც ამ სიმართლეს იცოდა აგრეთვე, რომ ამის თქმა ნიშნავდა საკუთარი თავის განაჩენს. და ხაბეიშვილი იჯდა ბრალდებულთა სკამზე და უსმენდა ამ ყველაფერს. უსმენდა, როგორ აშენებდნენ მის წინააღმდეგ საქმეს. როგორ აქცევდნენ მას სიმბოლოდ ყველაფრის იმისა, რაც ცუდი იყო ძველ სისტემაში. როგორ აქცევდნენ მას მსხვერპლად, რომელიც უნდა შეეწირათ ახალი დასაწყისისთვის. და ის დუმდა. არა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არა იმიტომ, რომ ეთანხმებოდა ბრალდებებს. არამედ იმიტომ, რომ მან იცოდა, რაც არ უნდა ეთქვა, შედეგი იქნებოდა იგივე. რადგან განაჩენი უკვე გამოტანილი იყო.
არა სასამართლო დარბაზში, არამედ კრემლის კაბინეტებში. არა მოსამართლის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სჭირდებოდათ მსხვერპლი. და ხაბეიშვილი იყო ეს მსხვერპლი. მან ეს იცოდა. მან ეს მიიღო. მან ეს აირჩია. რადგან ალტერნატივა, ლაპარაკი, ჩვენების მიცემა, შევარდნაძის ჩაბარება იყო მისთვის უარესი ვიდრე ნებისმიერი სასჯელი. როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, ბრალდებულო, გაქვთ რამე სათქმელი, ხაბეიშვილმა პირველად აიხედა დარბაზში. აიხედა იმ ადამიანებს, რომლებიც მოსულიყვნენ მისი დაცემის სანახავად. აიხედა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წერდნენ ჩანაწერებს მომავალი სტატიებისთვის, რომლებშიც ის იქნებოდა ანტიგმირი, სიმბოლო კორუფციისა და ძველი სისტემის ბოროტებისა. აიხედა იმ პარტიულ მუშაკებს, რომლებიც ადრე მას ძვირფასო ამხანაგს უწოდებდნენ და ახლა ზიზღით უყურებდნენ. და მან თქვა, მე ვარ ერთგული საბჭოთა კავშირის, კომუნისტური პარტიისა და იმ პრინციპების მიმართ, რომლებითაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე. თუ ეს პრინციპები ახლა დანაშაულად ითვლება, მაშინ მე ვარ დამნაშავე. და მე ვიღებ ნებისმიერ სასჯელს, რომელსაც სასამართლო მიმიჩნევს სამართლიანად. ეს იყო ყველაფერი, რაც მან თქვა. ეს იყო მისი ბოლო სიტყვა. სიტყვა, რომელშიც არ იყო მონანიება, არ იყო თვითდაცვა, არ იყო ვინმეს ბრალდება. იყო მხოლოდ ღირსება. ღირსება ადამიანისა, რომელიც იცოდა, რომ წააგებდა, მაგრამ არ აპირებდა და მცირებულიყო. განაჩენი გამოტანეს იმავე დღეს. 15 წელი თავისუფლების აღკვეთა. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეეძლო მიეღო ასეთი ბრალდებისთვის. როდესაც მოსამართლემ წაიკითხა ეს ციფრი, 15, დარბაზში დადგა სიჩუმე. არა თანაგრძნობის სიჩუმე. არა შოკის სიჩუმე. არამედ კმაყოფილების სიჩუმე. სიჩუმე ადამიანებისა, რომლებმაც მიიღეს ის, რისთვისაც მოსულიყვნენ, მსხვერპლის დაცემა. ხაბეიშვილი არ შეცვალა სახეს. არ ატირდა. არ გაბრაზდა. უბრალოდ დადგა, როდესაც კონვოირები მივიდნენ, რათა ციხეში დაებრუნებინათ. დადგა და გავიდა დარბაზიდან იმავე ღირსებით, რომლითაც შემოვიდა. და ამ მომენტში, როდესაც ის გადიოდა დარბაზს, ერთმა ადამიანმა, ძველმა პარტიულმა მუშაკმა, რომელიც ხაბეიშვილს 10 წლეულების განმავლობაში იცნობდა, ჩუმად თქვა, ბოდიში, სოლიკო. ხაბეიშვილმა არ მოიხედა. არ გაჩერდა. არ უპასუხა. უბრალოდ გააგრძელა სიარული. რადგან მან იცოდა, რომ ბოდიში აღარაფერს ცვლიდა. რომ ის რაც მოხდა, უკვე მოხდა. რომ ის რაც დაიკარგა, უკვე დაიკარგა. და რომ ის რაც დარჩა 15 წელი ციხეში, იყო ფასი, რომელიც მან გადაიხადა იმისთვის, რომ დარჩენილიყო ის, ვინც იყო. ადამიანი, რომელიც არ ღალატობს. ადამიანი, რომელიც არ ყიდის პატრონს. ადამიანი, რომელიც რჩება ერთგული ბოლომდე, რაც არ უნდა დაუჯდეს ეს ერთგულება. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რაც მოხდა განაჩენის შემდეგ. ის, რაც მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხაბეიშვილი გაწირეს. ედუარდ შევარდნაძე, როგორც უკვე ითქვა, გახდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახდა მსოფლიო დონის დიპლომატი. გახდა ადამიანი, რომელიც შეხვდა რეიგანს, ტეტჩერს, მსოფლიო ლიდერებს. გახდა ადამიანი, რომელიც ითვლებოდა ცივი ომის დასრულების ერთ-ერთ არქიტექტორად. მაგრამ არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ძალიან ცოტა მიცის. ეს დეტალი არის ის, რომ შევარდნაძე, მთელი თავისი ტრიუმფის მიუხედავად, არასოდეს ილაპარაკა ხაბეიშვილზე. არასოდეს ახსენა მისი სახელი. არასოდეს უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, რა მოხდა 1985 წელს საქართველოში. როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, მინისტრო, რა იცით სოლიკო ხაბეიშვილის საქმეზე? ის პასუხობდა, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელიც გადაწყდა სასამართლოში. მე არ მაქვს უფლება ვიმსჯელო სასამართლო გადაწყვეტილებებზე. ეს იყო სტანდარტული, ბიუროკრატიული პასუხი. პასუხი, რომელიც არაფერს ამბობდა და ამავდროულად ყველაფერს ამბობდა. რადგან ეს პასუხი ნიშნავდა, მე არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს. მე არ ვაპირებ იმის აღიარებას, რაც მოხდა. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მე გავწირე ჩემი მეგობარი საკუთარი კარიერისთვის. და ეს დუმილი, ეს უარი ლაპარაკზე იყო შეიძლება უფრო მტკივნეული, ვიდრე თავად გაწირვა. რადგან ეს ნიშნავდა, რომ შევარდნაძე არ ინანებდა. ნიშნავდა, რომ ის თვლიდა, რომ გააკეთა სწორი არჩევანი. ნიშნავდა, რომ ხაბეიშვილის 15 წელი ციხეში იყო მისთვის მისაღები ფასი იმისთვის, რაც მან მიაღწია.
1986 წლის გაზაფხულზე, როდესაც სოლიკო ხაბეიშვილი უკვე იჯდა შრომით ბანაკში და იწყებდა თავისი 15 წლიანი სასჯელის მოხდას, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მოხდა რაღაც უჩვეულო. არქივის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ დოკუმენტებთან, შენიშნეს, რომ გარკვეული საქაღალდეები ქრებოდა. არა ყველა საქაღალდე, მხოლოდ ის, რომლებიც ეხებოდა 1970-იანი და 90-იანი წლების ეკონომიკურ ოპერაციებს. მხოლოდ ის, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ცეხოვიკებთან ურთიერთობის შესახებ. მხოლოდ ის, რომლებიც შეეძლო ახსნა, როგორ მუშაობდა რეალურად ის სისტემა, რომელშიც ხაბეიშვილი იყო მხოლოდ ერთი კბილი უზარმაზარ მექანიზმში. ერთ დილას, როდესაც მთავარი არქივარიუსი შევიდა საკუთარ კაბინეტში, იპოვა ცარიელი თაროები იქ, სადაც ადრე იდო 230-ზე მეტი საქაღალდე. 230 საქაღალდე, რომელშიც იყო ყველაფერი, ხელშეკრულებები, ანგარიშები, მიმოწერა, ოქმები. 230 საქაღალდე, რომელიც შეეძლო უპასუხა კითხვაზე, ვინ იცოდა რეალურად ის, რაც ხაბეიშვილმა იცოდა. ვინ იყო ნამდვილად ჩართული იმ სქემებში, რომლებშიც ხაბეიშვილი იყო აღმასრულებელი. ვინ იღებდა ფულს, ვინ იძლეოდა ბრძანებებს, ვინ აკონტროლებდა მთელ ამ სისტემას. მაგრამ ეს კითხვები დარჩა უპასუხოდ. რადგან საქაღალდეები გაქრა. გაქრა ისე, თითქოს არასოდეს არსებულიყო. და არავინ იცოდა, ან არავინ არ ბედავდა თქმას, ვინ წაიღო ისინი. მაგრამ ყველამ იცოდა ერთი, ასეთი ოპერაცია შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ეს მოითხოვდა უფლებას, ძალაუფლებას, კავშირებს. ეს მოითხოვდა იმას, რომ ვიღაც ძალიან მაღლა, ძალიან ძლიერი, ძალიან დაინტერესებული გადაეწყვიტა, ეს ინფორმაცია არასოდეს უნდა გახდეს საჯარო. არქივარიუსმა დაწერა ანგარიში. ოფიციალური ბიუროკრატიული ანგარიში, სადაც აღწერილი იყო ფაქტები, რა დაიკარგა როდის, რა პირობებში. ეს ანგარიში გაიგზავნა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. და იქიდან დაბრუნდა პასუხი, რომელიც იყო ისეთივე ოფიციალური და ისეთივე ბიუროკრატიული. დოკუმენტები გადატანილია სპეციალურ საცავში უსაფრთხოების მიზნებისთვის. ცუდომა შეზღუდულია. ეს იყო ყველაფერი. არანაირი დეტალი, არანაირი ახსნა, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, სად იყო ეს სპეციალური საცავი და ვინ ჰქონდა მასზე ჭვდომა. არქივარიუსი იცოდა, რომ ეს ნიშნავდა ერთს, დოკუმენტები განადგურდა. და ის ასევე იცოდა, რომ ამის თქმა ნიშნავდა მისი კარიერის დასასრულს. ამიტომ მან დუმილი აირჩია. დუმილი, რომელიც იყო ერთადერთი რაციონალური არჩევანი სისტემაში, სადაც სიმართლის თქმა ღირდა ბევრად მეტს, ვიდრე სიცრუის მიღება. მაგრამ ის, რაც დაიკარგა იმ არქივებში, არ იყო მხოლოდ ქაღალდები. დაიკარგა მტკიცებულება. მტკიცებულება იმისა, რომ ხაბეიშვილი არ იყო ერთადერთი. მტკიცებულება იმისა, რომ მთელი სისტემა იყო ჩართული იმაში, რისთვისაც მხოლოდ ის დასაჯეს. მტკიცებულება იმისა, რომ ის, რაც მოხდა 1985 წელს, არ იყო სამართლიანობა, ეს იყო პოლიტიკური ექსეკუცია, სადაც ერთი ადამიანი გაწირეს იმისთვის, რომ დანარჩენები გადარჩენილიყვნენ. იმავე პერიოდში შრომით ბანაკში, სადაც ხაბეიშვილი იხდიდა სასჯელს, დაიწყო რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს ფიზიკური დაშლა. ხაბეიშვილი, რომელიც დაპატიმრებამდე იყო ძლიერი, ენერგიული 50 წლის კაცი, იწყებდა ასაკის გამოჩენას ისე, თითქოს არა 1 წელი, არამედ 10 წელი გაეტანა ციხეში. მისი თმა, რომელიც ადრე იყო შავი და მკვრივი, იწყებდა ნაცრისფრად ქცევას. მისი სახე, რომელიც ადრე იყო სავსე და ჯანმრთელი, იწყებდა გამხდარებას, ნაოჭების გამოჩენას. მისი ხელები, რომლებიც ადრე იყო ძლიერი და მტკიცე, იწყებდა კანკალს, არა შიშისგან, არამედ რაღაც შინაგანი დაძაბულობისგან, რომელიც არასოდეს ქრებოდა. ბანაკის ექიმი, ძველი კაცი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა ციხეების სისტემაში და ნახა ათასობით პატიმარი, ერთხელ თქვა, ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელიც კვდება არა სხეულით, არამედ სულით. და როდესაც სული კვდება, სხეული მას მიჰყვება. ეს იყო სიმართლე. ხაბეიშვილი არ იყო ავად ფიზიკურად, მისი ანალიზები იყო ნორმალური, მისი გული მუშაობდა, მისი ფილტვები იყო ჯანმრთელი. მაგრამ რაღაც მასში კვდებოდა. რაღაც, რაც არ იყო გაზომვადი ანალიზებით. რაღაც, რაც იყო უფრო ღრმა ვიდრე სხეული. და ეს რაღაც იყო იმედი. იმედი იმისა, რომ ის, რაც მან გააკეთა, ერთგულება, დუმილი, მსხვერპლი, ჰქონდა აზრი. იმედი იმისა, რომ ვიღაც სადმე, ოდესმე გაიგებდა და დააფასებდა მის არჩევანს. მაგრამ ეს იმედი ქრებოდა ყოველი დღით, ყოველი კვირით, ყოველი თვით, რომელიც გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. ბანაკში ხაბეიშვილს ჰყავდა ერთი მეგობარი, ძველი პატიმარი, რომელიც იხდიდა სასჯელს ეკონომიკური დანაშაულისთვის.
ეს კაცი, რომელსაც ერქვა გიორგი და რომელიც ადრე იყო ქარხნის დირექტორი, ერთხელ ჰკითხა ხაბეიშვილს, სოლიკო, რატომ არ ილაპარაკე? რატომ არ ჩააბარე ისინი, ვინც შენ აქ ჩაგაგდო? ხაბეიშვილი დიდხანს დუმდა. ისინი იჯდნენ ბანაკის ეზოში, ცივ ნაცრისფერ დღეს, როდესაც ცა იყო დაბალი და მძიმე, თითქოს თავად წააწონი და მათ თავებზე. და შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, გიორგი, შენ იცი რა არის ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში? ყველაზე საშინელი არის არა ის, რომ მე აქ ვარ. ყველაზე საშინელი არის ის, რომ თუ მე ვილაპარაკებდი, თუ მე ვჩააბარებდი მათ, მე აღარ ვიქნებოდი მე. მე გავხდებოდი ის, რასაც მე ყველაზე მეტად ვზიზღავდი, ღალატი. და ეს იქნებოდა უარესი ვიდრე ნებისმიერი ციხე, ვიდრე ნებისმიერი სასჯელი. რადგან ციხიდან შეიძლება გამოსვლა. მაგრამ ღალატიდან არასოდეს. გიორგიმ კიდევ ჰკითხა, მაგრამ ღირდა. ღირდა ეს ერთგულება, როდესაც ის, ვისადმით შენ ერთგული იყავი, შენ დაივიწყა, ხაბეიშვილმა აიხედა ცაში. ნაცრისფერ უსასრულო ცაში, სადაც არ ჩანდა მზე, არ ჩანდა იმედი, არ ჩანდა არაფერი გარდა ნაცრისფერი სიცარიელისა. და თქვა, მე არ ვიცი, ღირდა თუ არა. მე მხოლოდ ვიცი, რომ მე არ შემეძლო სხვაგვარად. რადგან მე ვიცხოვრე იმ წესებით, რომლებიც მასწავლეს. და თუ ეს წესები იყო არასწორი, მაშინ ჩემი მთელი ცხოვრება იყო არასწორი. და ამის აღიარება იქნებოდა უარესი ვიდრე სიკვდილი. ეს დიალოგი ხსნის რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს ხაბეიშვილის ფსიქოლოგიაში. ის არ იყო უბრალოდ ერთგული. ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ერთგულება იყო არა არჩევანი, არამედ იდენტობა. ადამიანი, რომელიც ვერ გამოეყო საკუთარ თავს იმ სისტემისგან, რომელშიც გაიზარდა. ადამიანი, რომლისთვის ამ სისტემის უარყოფა ნიშნავდა საკუთარი თავის უარყოფას. და ეს არის ტრაგედია, არა ის, რომ ის დასაჯეს, არამედ ის, რომ ის ვერ შეეძლო თავისი გადარჩენა იმის გარეშე, რომ განადგურებულიყო როგორც პიროვნება. ვერ შეეძლო თავისუფლების არჩევა იმის გარეშე, რომ დაეკარგა ის, რაც მას ადამიანად აქცევდა იმ სისტემაში. და ამიტომ მან აირჩია ციხე. აირჩია ფიზიკური სიკვდილის, სულიერი სიკვდილის ნაცვლად. აირჩია ის, რომ დარჩენილიყო ის, ვინც იყო, თუნდაც ეს ნიშნავდა მთელი დარჩენილი ცხოვრების დაკარგვას. მაგრამ ბანაკში, სადაც ყოველი დღე იყო იდენტური წინა დღისას, სადაც დრო გადიოდა ისე ნელა, თითქოს თავად დრო გაყინულიყო, ხაბეიშვილი იწყებდა რაღაცის გაგებას. იწყებდა იმის გაგებას, რომ ის, რისთვისაც მან გაწირა საკუთარი თავი, შეიძლება არასოდეს არ ყოფილიყო ღირებული ამ მსხვერპლისა. იწყებდა იმის გაგებას, რომ ის პატრონი, რომლისთვისაც მან აირჩია 15 წელი ციხეში, შეიძლება არასოდეს არ ღირებულა ამ ერთგულებისა. იწყებდა იმის გაგებას, რომ ის სისტემა, რომელშიც ის სწამდა, იყო არა სამართლიანობის სისტემა, არამედ ძალაუფლების სისტემა, სადაც ერთგულება იყო არა ღირებულება, არამედ ინსტრუმენტი. და ეს გაგება მას ანადგურებდა უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ტანჯვა. 1997 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა, როდესაც ძველი სისტემა უკვე კვდებოდა, ბანაკში მოვიდა ახალი პატიმარი. ეს იყო ახალგაზრდა კაცი 30 წლის, რომელიც დააპატიმრეს პოლიტიკური აქტივობისთვის. ის იყო ეროვნული მოძრაობის წევრი, რომელიც მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ახალგაზრდა, რომელსაც ერქვა დავით, პირველად როდესაც შეხვდა ხაბეიშვილს, კითხა, თქვენ ხართ ის ხაბეიშვილი, რომელიც შევარდნაძის მეგობარი იყო? ხაბეიშვილმა კივნა. დავითმა გააგრძელა, მე ვიცი თქვენი ისტორია. ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში ვსაუბრობთ თქვენზე როგორც მაგალითზე იმისა, თუ როგორ ანადგურებდა საბჭოთა სისტემა ადამიანებს. როგორ აიძულებდა მათ არჩევანს ორ ცუდ ვარიანტს შორის. როგორ აქცევდა მათ მსხვერპლებად იმ თამაშში, რომელშიც ისინი ვერასოდეს გაიმარჯვებდნენ. ხაბეიშვილმა უსმინა და შემდეგ თქვა, შენ მართალი ხარ. მაგრამ შენ არ იცი ერთი რამ. მე არ ვიყავი მსხვერპლი. მე ვიყავი თანამონაწილე. მე ვიცოდი, როგორ მუშაობდა სისტემა. მე ვიცოდი, რა იყო წესები. და მე ვირჩევდი ამ წესებით თამაშს. ამიტომ ნუ მაგცევ გმირად. მე არ ვარ გმირი. მე ვარ უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გააკეთა არჩევანი და ახლა იხდის ფასს ამ არჩევანისთვის. დავითი დუმდა, შემდეგ თქვა, მაგრამ თქვენ არ ინანებთ, ხაბეიშვილმა დიდხანს ფიქრობდა. და შემდეგ თქვა, ყოველ დღე. ყოველ საათს. ყოველ წუთს. მაგრამ მონანიება არაფერს ცვლის. რადგან მე ვერ დაუბრუნდები წარსულში და ვერ შევცვლი იმას, რაც გავაკეთე. ვერ შევცვლი იმას, ვინც ვიყავი. ვერ შევცვლი იმ სისტემას, რომელშიც ვცხოვრობდი. ამიტომ მონანიება არის უაზრო.
ერთადერთი, რაც შემიძლია, ეს არის იმის მიღება, რაც მოხდა და იმის გაგება, რომ ჩემი ცხოვრება იყო გაკვეთილი იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვისი წესებით და არა საკუთარი სინდისით. ეს იყო ყველაზე ძვირფასი აღიარება, რომელიც ხაბეიშვილმა ოდესმე გააკეთა. აღიარება იმისა, რომ ის არ იყო მსხვერპლი, არამედ თანამონაწილე. აღიარება იმისა, რომ ის არ იყო უბრალოდ სისტემის მსხვერპლი, არამედ ადამიანი, რომელიც აირჩია ამ სისტემაში ცხოვრება. აღიარება იმისა, რომ მას ჰქონდა არჩევანი და ის აირჩია ის, რაც აირჩია. და ეს აღიარება იყო დასაწყისი რაღაცისა, რაც შეიძლება ეწოდოს შინაგანი განთავისუფლება. რადგან როდესაც ადამიანი აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას, როდესაც ის წყვეტს სხვების დადანაშაულებას და იწყებს საკუთარი როლის გაგებას, ის თავისუფლდება. თავისუფლდება არა ფიზიკურად ის კვლავ იყო ციხეში. მაგრამ თავისუფლდება სულიერად. თავისუფლდება იმ ტვირთისგან, რომელიც მას ატარებდა, ტვირთისგან იმისა, რომ ის იყო მსხვერპლი, რომ ის იყო უსამართლოდ დასჯილი, რომ ის იყო ვიღაცის ღალატის შედეგი. ახლა ის იცოდა სიმართლე, ის იყო არა მსხვერპლი, არამედ მონაწილე. და ეს ცოდნა, როგორც არ უნდა იყოს მტკივნეული, იყო თავისუფლება. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩენა ელოდა ხაბეიშვილს 1992 წელს, როდესაც ბანაკში მოვიდა წერილი. ეს იყო წერილი მისი ქალიშვილისგან, იმ ქალიშვილისგან, რომელიც ადრე ტიროდა ციხის კედლის წინ და ვერ იგებდა, რატომ არ გვარჩენდა მამა. წერილში იყო ერთი წინადადება, რომელმაც ხაბეიშვილის სამყარო შეცვალა. მამა, მე ვიცი ახლა, რატომ შენ არ ილაპარაკე. მე ვიცი, რატომ შენ აირჩიე დუმილი. რადგან შენ იცოდი, რომ თუ შენ ილაპარაკებდით ჩვენ, შენი ოჯახი, ვიქნებოდით საფრთხეში. შენ იცოდი, რომ სისტემა არ შეინახავდა მხოლოდ შენ, ის გაანადგურებდა ყველას, ვინც შენთან იყო დაკავშირებული. ამიტომ შენ აირჩიე ციხე. აირჩიე მსხვერპლი. აირჩიე ის, რომ გადაგერჩინა ჩვენ იმ ფასად, რომ დაეკარგა საკუთარი თავი. და მე მინდა გითხრა, მე გიყვარვარ. მე გიპატივცემულებ. და მე ვინანებ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ შენ ჩვენ დაგვივიწყე. შენ არასოდეს არ დაგვივიწყე. შენ ყოველ დღე გვიფიქრებდი. და ყოველი დღე, რომელიც შენ იქ გაატარე, იყო დღე, რომელიც შენ გაწირე ჩვენთვის. ხაბეიშვილმა წაიკითხა ეს წერილი და ატირდა. ატირდა პირველად იმ ყველა წლის განმავლობაში, რაც ციხეში გაატარა. ატირდა არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი. ატირდა იმიტომ, რომ ბოლოს ვიღაცამ გაიგო. ბოლოს ვიღაცამ დაინახა ის, რაც მან გააკეთა. ბოლოს ვიღაცამ აღიარა, რომ მისი მსხვერპლი არ იყო უაზრო. მაგრამ ეს წერილი ასევე შეიცავდა რაღაცას, რაც ხაბეიშვილმა არ იცოდა. ქალიშვილი წერდა, მამა, მე ვისაუბრე ადამიანებთან, რომლებიც იცნობდნენ შენ. ვისაუბრე იმათთან, ვინც მუშაობდა შენთან ერთად. და ისინი მითხრეს რაღაც, რაც შენ არასოდეს არ გითხრია. ისინი მითხრეს, რომ შენ იცოდი წინასწარ, რომ შენ დაგიჭერდნენ. იცოდი, რომ შევარდნაძე მოსკოვში მიდიოდა. იცოდი, რომ მას სჭირდებოდა მსხვერპლი. და შენ მივედი მასთან და უთხარი, აიღე მე. გაწირე მე. გადაარჩინე საკუთარი თავი ჩემი ფასად. მაგრამ დაპირდი, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოში იქნება. დაპირდი, რომ ჩემი შვილები არ დაზარალდებიან. დაპირდი, რომ ისინი ჰქონდეთ მომავალი. და შევარდნაძემ დაგპირდა. და ის შეასრულა ეს დაპირება. ჩვენ გადავრჩით. ჩვენ გვქონდა მომავალი. ჩვენ არ დაგვზარალეს. და ეს ყველაფერი იყო შენი მსხვერპლის წყალობით. ხაბეიშვილმა წაიკითხა ეს სიტყვები და მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი იცოდა რაღაც, რაც მან არასოდეს არ უთხრა. იცოდა სიმართლე, რომელიც იყო უფრო რთული, ვიდრე უბრალოდ ერთგულება. სიმართლე იმისა, რომ ხაბეიშვილი არ იყო უბრალოდ ერთგული მსახური, რომელიც არ ჩააბარა პატრონი. ის იყო მამა, რომელმაც გააკეთა გარიგება, საკუთარი თავისუფლება საკუთარი შვილების უსაფრთხოების სანაცვლოდ. ის იყო ადამიანი, რომელმაც აირჩია არა აბსტრაქტული ერთგულება, არამედ კონკრეტული სიყვარული საკუთარი ოჯახის მიმართ. და ეს ხსნიდა ყველაფერს. ხსნიდა, რატომ ის დუმდა. ხსნიდა, რატომ ის არ ჩააბარა შევარდნაძე. ხსნიდა, რატომ ის აირჩია 15 წელი ციხეში. რადგან ეს არ იყო არჩევანი ერთგულებასა და ღალატს შორის. ეს იყო არჩევანი საკუთარ თავსა და საკუთარ შვილებს შორის. და ის აირჩია შვილები. ეს აღმოჩენა ცვლის მთელ ნარატივს. ცვლის იმას, თუ როგორ ვხედავთ ხაბეიშვილს. ის აღარ არის უბრალოდ ერთგული მსახური, რომელიც ბრმად მიჰყვა პატრონს.
ის არის მამა, რომელმაც გააკეთა შეგნებული არჩევანი, გაწირა საკუთარი თავი იმისთვის, რომ გადაერჩინა ის, რაც მას ყველაზე მეტად უყვარდა. და ეს არჩევანი, როგორც არ უნდა იყოს ტრაგიკული, იყო არა სისუსტე, არამედ ძალა. იყო არა დამარცხება, არამედ გამარჯვება. რადგან ის მიაღწია იმას, ვისთვისაც გაწირა საკუთარი თავი, მისი შვილები გადარჩნენ. მისი შვილებს ჰქონდათ მომავალი. მისი შვილები არ დაზარალდნენ. და ეს იყო ის, ვისთვისაც ღირდა 15 წელი ციხეში. ღირდა ფიზიკური დაშლა. ღირდა სულიერი ტანჯვა. ღირდა ყველაფერი. რადგან როდესაც ადამიანი გადაარჩენს საკუთარ შვილებს, ის გადაარჩენს მომავალს. გადაარჩენს იმედს. გადაარჩენს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და ხაბეიშვილმა ეს გააკეთა. გააკეთა იმ ფასად, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანი იქნებოდა მზად გადაეხადა. მაგრამ ის გადაიხადა. და ეს არის ნამდვილი გმირობა, არა ის, რომ ებრძვი და იმარჯვებ, არამედ ის, რომ გწირავ საკუთარ თავს იმისთვის, რომ სხვები გადარჩნენ. 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე იყო აგონიაში, როდესაც ძველი სისტემა უკვე კვდებოდა, ბანაკში მოვიდა ბრძანება, ხაბეიშვილი უნდა გათავისუფლდეს. არა იმიტომ, რომ ის მოიხადა სასჯელი, ის მოიხადა მხოლოდ 5 წელი 15-დან. არამედ იმიტომ, რომ იწყებოდა ახალი ეპოქა. ეპოქა, როდესაც ძველი პოლიტიკური პატიმრები თავისუფლდებოდნენ. ეპოქა, როდესაც ძველი ანგარიშები იხურებოდა. ეპოქა, როდესაც ძველი სისტემა ცდილობდა გამოსყიდვას იმ ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ამ სისტემამ გაანადგურა. როდესაც ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის თავისუფალი იყო, ის არ გაუხარდა. არ გაიღიმა. არ ატირდა. უბრალოდ კივნადა თქვა, მე უკვე თავისუფალი ვარ. მე გავთავისუფლდი დიდი ხნის წინ. არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. და ეს არის ერთადერთი თავისუფლება, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია. ის გამოვიდა ბანაკიდან ცივ ნოემბრის დღეს. გამოვიდა როგორც ადამიანი, რომელიც გაიზარდა 5 წლის განმავლობაში, არა ასაკით, არამედ სიბრძნით. გამოვიდა როგორც ადამიანი, რომელმაც იცოდა რაღაც, რაც ბევრმა არასოდეს შეიტყობდა, იცოდა, რა არის ნამდვილი მსხვერპლი, რა არის ნამდვილი სიყვარული, რა არის ნამდვილი ძალა. და ის გამოვიდა სამყაროში, რომელიც სრულიად შეიცვალა. სამყაროში, სადაც საბჭოთა კავშირი უკვე კვდებოდა. სამყაროში, სადაც ედუარდ შევარდნაძე უკვე არ იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის გადადგა 1991 წელს, პროტესტის ნიშნად იმის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. და ეს იყო ირონია, ადამიანი, რომელიც გაწირა საკუთარი მეგობარი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ავსულიყო, ახლა ტოვებდა ხელისუფლებას პრინციპის გამო. ადამიანი, რომელიც არ ჰქონდა პრინციპი, როდესაც ეს ეხებოდა მეგობრის ბედს, ახლა ჰქონდა პრინციპი, როდესაც ეს ეხებოდა პოლიტიკას. და ხაბეიშვილი, როდესაც გაიგო ეს ამბავი, მხოლოდ გაიღიმა. გაიღიმა მწარედ ირონიულად, გაიღიმა ისე, როგორც იღიმება ადამიანი, რომელმაც იცის რაღაც, რაც სხვებმა არ იციან. და რაც იცოდა ხაბეიშვილმა. იცოდა, რომ ადამიანები არ იცვლებიან. იცოდა, რომ შევარდნაძე, რომელიც ახლა ტოვებდა ხელისუფლებას პრინციპის გამო, იყო იგივე შევარდნაძე, რომელმაც 1985 წელს გაწირა საკუთარი მეგობარი კარიერის გამო. იცოდა, რომ ეს პრინციპი იყო არა ნამდვილი პრინციპი, არამედ კიდევ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი. კიდევ ერთი გამოთვლა. კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ დარჩენილიყო რელევანტური ახალ დროში. და ხაბეიშვილი არ ბრაზობდა. არ იყო გაბრაზებული. იყო მხოლოდ დაღლილი. დაღლილი იმ ყველაფრით, რაც ნახა, რაც გადაიტანა, რაც გაიგო. დაღლილი იმ ცოდნით, რომ სამყარო არის არა სამართლიანი, არამედ უბრალოდ არსებული. და რომ ამ სამყაროში გადარჩენა ნიშნავს არა იმას, რომ იყო კარგი, არამედ იმას, რომ იყო ჭკვიანი. და ის არ იყო ჭკვიანი. ის იყო კარგი. და ეს იყო მისი ტრაგედია. 1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში. დაბრუნდა არა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ როგორც მხსნელი. როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქვეყნის გადარჩენა ქაოსისგან, რომელიც იყო სამოქალაქო ომის ზღვარზე. და ხალხი მას ხვდებოდა როგორც გმირს. როგორც ადამიანს, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ დაეხმარა. მაგრამ ხაბეიშვილი, როდესაც ხედავდა ამ ყველაფერს ტელევიზორში, ხალხის აღფრთოვანებას, შევარდნაძის ტრიუმფალურ დაბრუნებას, იმედებს და მოლოდინებს გრძნობდა რაღაც უცნაურს. გრძნობდა არა ბრაზს, არა შურს, არამედ რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს წინასწარმეტყველური სევდა.
სევდა იმისთვის, რაც მოხდებოდა. სევდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა სწამდათ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. სევდა იმისთვის, რომ ის იცოდა, არაფერი არ შეიცვლებოდა. რადგან სისტემა რჩებოდა იგივე. ადამიანები რჩებოდნენ იგივე. მეთოდები რჩებოდა იგივე. მხოლოდ ფასადი შეიცვლებოდა. მხოლოდ სახელები შეიცვლებოდა. მხოლოდ რიტორიკა შეიცვლებოდა. მაგრამ არსი რჩებოდა იგივე. და როდესაც შევარდნაძემ მოუწოდა ხაბეიშვილს და სთხოვა, რომ დაბრუნებულიყო მის გუნდში, ხაბეიშვილმა დიდხანს ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, უნდა თუ არა მიეღო ეს შეთავაზება. ფიქრობდა იმაზე, რას ნიშნავდა ეს დაბრუნება იმ სისტემაში, რომელმაც ის გაანადგურა. დაბრუნება იმ ადამიანთან, რომელმაც ის გაწირა. დაბრუნება იმ ყველაფერთან, რისგანაც ის 5 წლის განმავლობაში ცდილობდა გათავისუფლებას. მაგრამ ბოლოს მან მიიღო. მიიღო არა იმიტომ, რომ ის აპატია შევარდნაძეს. მიიღო არა იმიტომ, რომ ის სწამდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. მიიღო იმიტომ, რომ ის იცოდა, თუ ის არ დაბრუნდებოდა, თუ ის არ იქნებოდა იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მაშინ ის ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, რისთვისაც ის გაწირა საკუთარი თავი, იქნებოდა უაზრო. მიიღო იმიტომ, რომ ის იცოდა, ერთადერთი გზა სისტემის შეცვლისა არის არა მისგან გარეთ დგომა და კრიტიკა, არამედ მის შიგნით ყოფნა და ცვლილება შიგნიდან. მიიღო იმიტომ, რომ ის იცოდა, თუ ის არ იქნებოდა იქ, იქნებოდა ვიღაც სხვა. ვიღაც, ვისაც არ ექნებოდა ის პრინციპები, რომლებიც მას ჰქონდა. ვიღაც, ვისაც არ ექნებოდა ის გამოცდილება, რომელიც მას ჰქონდა. ვიღაც, ვისაც არ ექნებოდა ის ცოდნა იმისა, რა ღირს ძალაუფლება და რა ფასი აქვს მის ბოროტად გამოყენებას. და ამიტომ ხაბეიშვილი დაბრუნდა. დაბრუნდა როგორც ხელმძღვანელი შევარდნაძის ფონდისა, ორგანიზაციისა, რომელიც ოფიციალურად იყო საქველმოქმედო, მაგრამ რეალურად იყო ძალაუფლების ინსტრუმენტი. დაბრუნდა როგორც ადამიანი, რომელიც კვლავ იყო ახლოს ძალაუფლებასთან, მაგრამ არასოდეს თავად ძალაუფლებაში. დაბრუნდა როგორც ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, მაგრამ არასოდეს ამბობდა მათ ხმამაღლა. დაბრუნდა როგორც ჩრდილი, რომელიც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ არასოდეს იყო ხილული. 1995 წლის ოქტომბრის 27 დღეს სოლიკო ხაბეიშვილი დადიოდა თბილისის ქუჩებში, ქალაქში, რომელიც ერთდროულად იყო ნაცნობი და უცხო. ნაცნობი, რადგან აქ გაატარა მთელი ცხოვრება. უცხო, რადგან 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში იყო, ეს ქალაქი შეიცვალა. არა ფიზიკურად, შენობები იყვნენ იგივე, ქუჩები იყვნენ იგივე. მაგრამ ატმოსფერო იყო სხვა. ჰაერში იყო რაღაც ახალი, შიში, მოლოდინი, ქაოსი. ძველი წესები ქრებოდა, ახალი კი ჯერ არ დამკვიდრებულა. და ამ გარდამავალ პერიოდში, ამ ვაკუუმში ადამიანები ცხოვრობდნენ ისე, თითქოს ყოველი დღე შეეძლო იყოს ბოლო. ხაბეიშვილი შევიდა პატარა კაფეში, იმ კაფეში, სადაც ადრე, 10 წლეულების წინ, ხშირად იკრიბებოდა პარტიული ელიტა. იქ, სადაც გადაწყდებოდა გარიგებები, იქ, სადაც იყოფდნენ ძალაუფლებას, იქ, სადაც აშენებდნენ კარიერებს. ახლა ეს კაფე იყო თითქმის ცარიელი. რამდენიმე მოხუცი კაცი იჯდა კუთხეებში და სვამდა ყავას დუმილში. ხაბეიშვილმა შეუკვეთა ყავა და დაჯდა ფანჯრის გვერდით. უყურებდა ქუჩას, უყურებდა ადამიანებს, რომლებიც გადიოდნენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ესაუბრებოდნენ დამოუკიდებლობაზე, მოხუცებს, რომლებიც იხსენებდნენ ძველ დროს. და მაშინ შევიდა ის. შევიდა ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი 5 წლის განმავლობაში არ ენახა. ადამიანი, რომლის გამოც ის იყო ციხეში. ადამიანი, რომელიც იყო მიზეზი მისი ყველაფრისა, ტანჯვისა, მსხვერპლისა და კარგული წლებისა. შევიდა ედუარდ შევარდნაძე. ის არ იყო მარტო. მასთან ერთად იყო დაცვა, 2 კაცი მუქ კოსტიუმებში, რომლებიც სკანირებდნენ ოთახს პროფესიონალური თვალებით. შევარდნაძე შევიდა ისე, როგორც შედიოდა ყოველთვის, თავდაჯერებულად, ღირსეულად ისე, თითქოს ეს სივრცე ეკუთვნოდა მას. მაგრამ როდესაც მან დაინახა ხაბეიშვილი, რაღაც შეიცვალა მის სახეზე. არა შიში, შევარდნაძე არასოდეს გამოხატავდა შიშს. არამედ რაღაც სხვა. რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს დისკომფორტი. ან შეიძლება სირცხვილი. ან შეიძლება უბრალოდ აღიარება იმისა, რომ ეს შეხვედრა იყო გარდაუვალი და ამავდროულად არასასურველი. ის მივიდა ხაბეიშვილის მაგიდასთან. დაცვა დარჩა კარებთან. შევარდნაძემ თქვა, შემიძლია დავჯდე, ხაბეიშვილმა კივნა. შევარდნაძე დაჯდა. დიდხანს დუმდნენ. 2 კაცი, რომლებიც ერთდროულად იყვნენ ყველაფერი ერთმანეთისთვის, მეგობრები, მოკავშირეები, მსხვერპლი და ჯალათი.
ორი კაცი, რომელთა ბედები იყო ისე გადაჯაჭვული, რომ შეუძლებელი იყო ერთის ისტორიის მოყოლა მეორის გარეშე. და ახლა ისინი იჯდნენ ერთმანეთის წინ და არც ერთი არ იცოდა რა ეთქვა. ბოლოს შევარდნაძემ თქვა, სოლიკო, მე ვიცი, რომ არაფერი, რასაც ახლა ვიტყვი, ვერ შეცვლის იმას, რაც მოხდა. მაგრამ მინდა იცოდე, მე არასოდეს არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. ხაბეიშვილმა აიხედა მას. აიხედა იმ ადამიანს, რომლისთვისაც გაწირა 5 წელი. აიხედა და თქვა, ედუარდ, ნუ მატყუებ. შენ ზუსტად იცოდი რა მოხდებოდა. შენ ზუსტად იცოდი რა დაჯდებოდა მე. და შენ გააკეთე არჩევანი. არჩევანი, რომელიც იყო რაციონალური შენი პოზიციიდან. და მე არ გბრალდებ. მე უბრალოდ მინდა იცოდე, ღირდა. შევარდნაძე დუმდა. დიდხანს დუმდა. და შემდეგ თქვა, მე არ ვიცი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღირდა. ვფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც მივახციე, ცივი ომის დასრულება, ახალი ურთიერთობები დასავლეთთან, ის ყველაფერი, რაც შევძელი გავაკეთე მსოფლიო დონეზე. და ვფიქრობ, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, თუ მე არ ავსულიყავი მოსკოვში. შეუძლებელი იქნებოდა, თუ მე არ მქონდა სუფთა რეპუტაცია. შეუძლებელი იქნებოდა, თუ შენ არ გეწირე. ის გააჩერდა, შემდეგ გააგრძელა, მაგრამ ზოგჯერ ღამით, როდესაც ვერ მიძინებია, ვფიქრობ შენზე. ვფიქრობ იმაზე, რაც შენ გადაიტანე. ვფიქრობ შენს ოჯახზე, შენს შვილებზე. და მაშინ ვფიქრობ, არა, არ ღირდა. არაფერი არ ღირს იმისა, რომ ადამიანმა გაწიროს საკუთარი მეგობარი. ხაბეიშვილმა მოისმინა და გაიღიმა. გაიღიმა მწარედ ისე, როგორც იღიმება ადამიანი, რომელმაც იცის რაღაც, რაც სხვებმა არ იციან. და თქვა, ედუარდ, შენ კვლავ არ გეგება. ეს არ იყო შენი არჩევანი. ეს იყო ჩემი არჩევანი. მე მოვედი შენთან. მე შემოგთავაზე გარიგება. მე გითხარი, აიღე მე, გაწირე მე, მაგრამ დაიცავი ჩემი ოჯახი. და შენ დაეთანხმე. და შენ შეასრულე ეს დაპირება. ჩემი შვილები გადარჩნენ. ჩემი შვილებს ჰქონდათ მომავალი. და ეს არის ყველაფერი, რაც მე მინდოდა. შევარდნაძე უყურებდა მას გაოცებით. თითქოს პირველად ესმოდა ეს ვერსია. თითქოს პირველად ხედავდა ამ ისტორიას სხვა კუთხიდან. და თქვა, მაგრამ რატომ? რატომ გააკეთე ეს? შენ შეგეძლო ლაპარაკი. შეგეძლო ჩემი ჩაბარება. შეგეძლო საკუთარი თავის გადარჩენა. ხაბეიშვილმა თქვა, რადგან მე ვიცოდი, რომ თუ მე ვილაპარაკებდი, ჩამოიშლებოდა არა მხოლოდ შენ, არამედ მთელი სისტემა. ჩამოიშლებოდა ყველა, ვინც იყო ჩართული იმაში, რაც მე ვიცოდი. და ეს ნიშნავდა, რომ ჩემი ოჯახი იქნებოდა საფრთხეში. რადგან სისტემა არ შეინახავდა მხოლოდ მათ, ის გაანადგურებდა ყველას, ვინც იყო დაკავშირებული ჩემთან. ამიტომ მე აირჩია დუმილი. არა შენთვის. არა სისტემისთვის. არამედ ჩემი შვილებისთვის. შევარდნაძე დუმდა. და შემდეგ თქვა, მე არ ვიცოდი ეს. მე ვფიქრობდი. ხაბეიშვილმა შეაწყვეტინა, შენ ფიქრობდი, რომ მე ვიყავი უბრალოდ ერთგული მსახური. ფიქრობდი, რომ მე ვიცავდი შენ იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა. მაგრამ არა. მე ვიცავდი შენ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ჩემი შვილების დასაცავად. და შენ იყავი ნაწილი ამ გარიგებისა. შენ იყავი ინსტრუმენტი, არა მიზანი. ეს სიტყვები შეცვალა ყველაფერი. შეცვალა დინამიკას მათ შორის. რადგან ახლა აღარ იყო მსხვერპლი და ჯალათი. ახლა იყო ორი ადამიანი, რომლებმაც გააკეთეს გარიგება. გარიგება, რომელშიც ორივე იყო მონაწილე, არაერთი, აქტიური, მეორე, პასიური. გარიგება, რომელშიც ორივე იცოდა წესები და ორივე აირჩია თავისი როლი. და ეს აღიარება იყო თავისუფლება ორივესთვის. შევარდნაძისთვის თავისუფლება დანაშაულის გრძნობისგან. ხაბეიშვილისთვის თავისუფლება მსხვერპლის როლისგან. ისინი კიდევ დიდხანს იჯდნენ. საუბრობდნენ იმაზე, რაც მოხდა იმ 5 წლის განმავლობაში. საუბრობდნენ იმაზე, როგორ იცვლებოდა საქართველო, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, როგორ იწყებოდა ახალი ეპოქა. და ბოლოს, როდესაც შევარდნაძე დგებოდა წასასვლელად, ხაბეიშვილმა ჰკითხა, ედუარდ, ერთი რამ მითხარი. თუ შენ დაბრუნდები ხელისუფლებაში და შენ დაბრუნდები, მე ვიცი, რას გააკეთებ სხვაგვარად, შევარდნაძემ ფიქრობდა, შემდეგ თქვა, არაფერს. მე გავაკეთებ ზუსტად იგივე, რაც გავაკეთე.
რადგან ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა ამ სისტემაში. ერთადერთი გზა ძალაუფლების შენარჩუნებისა. და ძალაუფლება არის ერთადერთი, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ხაბეიშვილმა კივნა და თქვა, მაშინ ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ. შევარდნაძე გავიდა და ხაბეიშვილი დარჩა მარტო კაფეში, უყურებდა ფანჯარას და ფიქრობდა, რა იყო ეს შეხვედრა. დახურვა. თუ ახალი დასაწყისი. თუ უბრალოდ აღიარება იმისა, რომ ზოგიერთი რამ არასოდეს შეიცვლება. 1995 წლის ოქტომბრის 27 დღეს სოლიკო ხაბეიშვილი დაბრუნდა სახლში გვიან საღამოს. იყო დაღლილი, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. დაღლილი იმ ყველაფრით, რაც ხედავდა, რაც იცოდა, რაც ვერ ცვლიდა. დაღლილი იმ ცოდნით, რომ ის, რისთვისაც ის იბრძოდა, სამართლიანობა, პრინციპულობა, ცვლილება იყო შეუძლებელი იმ სისტემაში, რომელშიც ის ცხოვრობდა. შევიდა სადარბაზოში. ბნელი იყო, ელექტროენერგია კვლავ იყო პრობლემა იმ დროს. ის ეძებდა ასანთს, როდესაც გაიგონა ხმა. ხმა, რომელიც მოდიოდა ბნელიდან. ხმა, რომელიც თქვა, სოლიკო ხაბეიშვილი, ის მოიბრუნდა. ვერ დაინახა, ვინ იყო, ძალიან ბნელი იყო. მაგრამ გრძნობდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. გრძნობდა, რომ ეს იყო რაღაც, რისთვისაც ის მთელი ცხოვრება ელოდა. გრძნობდა, რომ ეს იყო ბოლო. და იმ მომენტში, იმ ბოლო მომენტში, ხაბეიშვილი არ გრძნობდა შიშს. არ გრძნობდა ბრასს. არ გრძნობდა სინანულს. გრძნობდა მხოლოდ დაღლილობას. დაღლილობას იმისგან, რომ ცხოვრობდა სამყაროში, სადაც ადამიანები ანადგურებდნენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, ფულისთვის, გავლენისთვის. სამყაროში, სადაც ერთგულება იყო სისუსტე, სადაც პრინციპულობა იყო ნაივობა, სადაც სიკეთე იყო დამარცხება. და ის ფიქრობდა, შეიძლება უკეთესია ასე. შეიძლება უკეთესია წასვლა ამ სამყაროდან, ვიდრე ცხოვრება მასში და ყოველდღიური ხილვა იმისა, როგორ ის ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდი, ხრება და იცვლება რაღაცით, რაც არის უარესი, ვიდრე ის, რასთან ბრძოლაც გინდოდა. გაისმა ხმა. ერთი ხმა. შემდეგ სიჩუმე. სოლიკო ხაბეიშვილი დაეცა. დაეცა იქ, სადარბაზოში, ბნელში, მარტო. დაეცა როგორც ადამიანი, რომელმაც გაატარა მთელი ცხოვრება იმის ცდაში, რომ ეცხოვრა პრინციპებით სამყაროში, სადაც პრინციპები არ მუშაობდა. დაეცა როგორც ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი თავი საკუთარი შვილებისთვის და მიაღწია იმას, რისთვისაც იბრძოდა, მისი შვილები გადარჩნენ, მისი შვილებს ჰქონდათ მომავალი. დაეცა როგორც ადამიანი, რომელმაც იცოდა ძალიან ბევრი, იცოდა როგორ მუშაობდა სისტემა, ვინ იყო ნამდვილად ჩართული, სად მიდიოდა ფული, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. და ეს ცოდნა, ეს საიდუმლოებები, ეს ყველაფერი, რაც მას იცოდა, დაიკარგა მასთან ერთად. დაიკარგა იმ ბნელ სადარბაზოში, იმ ოქტომბრის საღამოს 1995 წელს. და არავინ არასოდეს შეიტყობდა სიმართლეს. არავინ არასოდეს შეიტყობდა, რა რეალურად მოხდა. არავინ არასოდეს შეიტყობდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. რადგან ეს იყო სისტემა, რომელიც იცავდა საკუთარ თავს. სისტემა, რომელიც აშორებდა იმ ადამიანებს, რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი. სისტემა, რომელიც გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ კვდებოდა, ვინ ტოვებდა, ვინ ცვლიდა. ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი ცდილობდა პასუხების მიღებას. ცდილობდა იმის გაგებას, ვინ და რატომ მოკლა ადამიანი, რომელიც უკვე გადაიტანა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გადაეტანა. მაგრამ გამოძიება სწრაფად ჩაიხშო. ოფიციალური ვერსია იყო ძარცვის მცდელობა, რომელიც დასრულდა ტრაგედიით. მაგრამ არავინ არ სწამდა ამ ვერსიას. რადგან ხაბეიშვილს არაფერი ჰქონდა ისეთი, რისთვისაც ღირდა მკვლელობა. არ ჰქონდა ფული, ის ცხოვრობდა მოკრძალებულად. არ ჰქონდა ძვირფასი ნივთები. არ ჰქონდა არაფერი, რაც შეეძლო ყოფილიყო მოტივი ჩვეულებრივი დანაშაულისთვის. მაგრამ ჰქონდა ცოდნა. ჰქონდა საიდუმლოებები. ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც შეეძლო დაეზიანებინა ძალიან ძლიერი ადამიანები. და ეს სავარაუდოდ იყო ნამდვილი მოტივი. მოტივი, რომელიც არასოდეს ითქვა ხმამაღლა. მოტივი, რომელიც დარჩა საიდუმლოდ, როგორც დარჩა საიდუმლოდ ბევრი რამ იმ ეპოქაში. შევარდნაძე, როდესაც გაიგო ხაბეიშვილის სიკვდილის შესახებ, გამოხატა მწუხარება. გამოხატა თანაგრძნობა ოჯახს. დაპირდა, რომ გაკეთდებოდა ყველაფერი მკვლელების პოვნისთვის. მაგრამ არაფერი გაკეთდა. გამოძიება ჩაიხშო. საქმე დაიხურა. და ხაბეიშვილის სახელი ნელ-ნელა დაივიწყა. დაივიწყა ისე, როგორც ივიწყება ბევრი რამ,
არა იმიტომ, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ მისი ხსენება იყო არასასურველი. იყო შეხსენება იმისა, რაც ადამიანები ცდილობდნენ დაევიწყებინათ. შეხსენება იმისა, როგორ მუშაობდა სისტემა. შეხსენება იმისა, რა ფასი ჰქონდა ძალაუფლებას. შეხსენება იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი გწირავს საკუთარ თავს, ხოლო სხვები იყენებენ ამ მსხვერპლს საკუთარი კარიერისთვის. დღეს 30 წლის შემდეგ ხაბეიშვილის ისტორია თითქმის დავიწყებულია. ახალი თაობა არ იცის მისი სახელი. არ იცის რა მოხდა 1985 წელს. არ იცის როგორ ერთი ადამიანი გაწირეს იმისთვის, რომ სხვა ადამიანი ავსულიყო მოსკოვში. არ იცის როგორ ერთი ადამიანი აირჩია 15 წელი ციხეში იმისთვის, რომ გადაერჩინა საკუთარი შვილები. არ იცის როგორ ერთი ადამიანი მოკლეს იმისთვის, რომ საიდუმლოებები, რომლებიც მას იცოდა, არასოდეს გახდეს საჯარო. მაგრამ ის, ვინც იცის ეს ისტორია, იცის აგრეთვე, რომ ეს არის არა მხოლოდ ისტორია ერთი ადამიანის შესახებ. ეს არის ისტორია სისტემის შესახებ. სისტემის, რომელიც ანადგურებს ადამიანებს. სისტემის, რომელიც იყენებს მათ როგორც ინსტრუმენტებს. სისტემის, რომელიც გრძელდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ კვდება, ვინ ტოვებს, ვინ ცვლის. და აი, ჩვენ დღეს 30 წლის შემდეგ ვდგავართ კითხვების წინაშე, რომლებზეც პასუხი არასოდეს მივიღებთ. ვინ მართლა მოკლა სოლიკო ხაბეიშვილი? ვინ იდგა ამ ბრძანების უკან? ვინ იყო ბენეფიციარი მისი სიკვდილისა? და ყველაზე მთავარი კითხვა, რატომ? რატომ უნდა მოკლულიყო ადამიანი, რომელიც უკვე გაწირა საკუთარი თავი, რომელიც უკვე გადაიხადა ყველა ფასი, რომელიც უკვე იყო სიმბოლო ერთგულებისა და მსხვერპლისა? შეიძლება პასუხი მდევს იმაში, რომ ხაბეიშვილი იცოდა ძალიან ბევრი. იცოდა არა მხოლოდ ძველი საიდუმლოებები, ის რაც მოხდა 1970-იან და 90-იან წლებში. არამედ იცოდა აგრეთვე ახალი საიდუმლოებები, ის რაც ხდებოდა 1990-იან წლებში, როდესაც ძველი ნომენკლატურა ადაპტირდებოდა ახალ რეალობაში. იცოდა როგორ ნაწილდებოდა ძალაუფლება, როგორ ნაწილდებოდა ქონება, როგორ ნაწილდებოდა გავლენა. იცოდა, ვინ იყო ნამდვილად ჩართული, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, ვინ იყო ბენეფიციარი იმ ქაოსისა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი. და ეს ცოდნა, ეს საიდუმლოებები, ისინი იყო სახიფათო. სახიფათო იმათთვის, ვინც იყო ხელისუფლებაში. სახიფათო იმათთვის, ვინც აშენებდა ახალ იმპერიებს ძველი სისტემის ნანგრევებზე. სახიფათო იმათთვის, ვისთვისაც ხაბეიშვილის დუმილი იყო აუცილებელი პირობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არაფერი არ შეცვალა. სისტემა გაგრძელდა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, დარჩნენ ხელისუფლებაში. მეთოდები, რომლებიც გამოიყენებოდა, გაგრძელდა გამოყენება. და საიდუმლოებები, რომლებიც ხაბეიშვილმა იცოდა, დარჩა საიდუმლოებებად, დაკარგული მასთან ერთად იმ ბნელ სადარბაზოში, იმ ოქტომბრის საღამოს. დარჩა როგორც ჩრდილი, რომელიც ყოველთვის იქნება იქ, მაგრამ არასოდეს გახდება ხილული. დარჩა როგორც კითხვა, რომელზეც პასუხი არასოდეს მიეცემა. დარჩა როგორც ჭრილობა, რომელიც არასოდეს შეხორცდება. რადგან ზოგიერთი სიმართლე ძალიან ძვირია. ძალიან სახიფათო. ძალიან მძიმე იმისთვის, რომ ოდესმე გახდეს საჯარო. და ხაბეიშვილის სიმართლე იმისა, რა რეალურად მოხდა 1985 წელს, სიმართლე იმისა, ვინ იყო ნამდვილად პასუხისმგებელი, სიმართლე იმისა, რატომ ის მოკლეს, ეს სიმართლე დარჩა დაკარგული. დარჩა როგორც ის საიდუმლო, რომელიც ყოველთვის იქნება საიდუმლო. როგორც ის კითხვა, რომელზეც ყოველთვის იქნება მხოლოდ ვარაუდები, მაგრამ არასოდეს პასუხები. მაგრამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა, ვინ, ან რატომ, არამედ რისთვის. რისთვის იყო ყველა ეს მსხვერპლი? რისთვის იყო ყველა ეს ტანჯვა? რისთვის იყო ყველა ეს სიკვდილი? და პასუხი სავარაუდოდ არის ის, რომ ყველა ეს იყო იმისთვის, რომ სისტემა გაგრძელებულიყო. იმისთვის, რომ ძალაუფლება დარჩენილიყო იმ ხელებში, სადაც ის იყო. იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ ძველ სისტემას, გაგრძელებულიყვნენ ახალი სისტემის კონტროლი. და ეს არის ნამდვილი ტრაგედია, არა ის, რომ ხაბეიშვილი მოკლეს, არამედ ის, რომ მისი სიკვდილი იყო უაზრო. იყო მსხვერპლი, რომელიც არაფერი არ შეცვალა. იყო დასასრული, რომელიც არ იყო დასასრული, არამედ გაგრძელება იმ ციკლისა, რომელიც გრძელდება დღემდე. ციკლისა, სადაც ადამიანები გწირავენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის. ციკლისა, სადაც ერთგულება არის სისუსტე და ღალატი არის ძალა. ციკლისა, სადაც ის, ვინც იცის ძალიან ბევრი, კვდება, ხოლო ის, ვინც არაფერი არ იცის, გადარჩება.
და აი, ჩვენ დღეს 30 წლის შემდეგ კვლავ ვცხოვრობთ ამ ციკლში. კვლავ ვხედავთ, როგორ ადამიანები გწირავენ ერთმანეთს. კვლავ ვხედავთ, როგორ საიდუმლოებები რჩება საიდუმლოებებად. კვლავ ვხედავთ, როგორ სისტემა გრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ კვდება, ვინ ტოვებს, ვინ ცვლის. და ხაბეიშვილის ისტორია არის შეხსენება იმისა, რომ ეს ციკლი არ შეიცვლება თავისით. შეხსენება იმისა, რომ თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ჩვენ უნდა შევცვალოთ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ სისტემა. არა მხოლოდ სახელები, არამედ სტრუქტურა. არა მხოლოდ ფასადი, არამედ არსი. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ხაბეიშვილმა დატოვა, გაკვეთილი, რომელიც გადაიხადა საკუთარი სიცოცხლით. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ არ გვინდა, რომ მისი მსხვერპლი იყოს უაზრო. თუ არ გვინდა, რომ მისი სიკვდილი იყოს მხოლოდ კიდევ ერთი სიკვდილი უსასრულო ციკლში. თუ გვინდა, რომ ოდესმე სადმე ვიღაცამ თქვას, აი ეს იყო ბოლო. აქ დასრულდა ძველი და დაიწყო ახალი. მაგრამ ეს დღე ჯერ არ დამდგარა. და კითხვა რჩება, დადგება თუ არა ოდესმე?